და პოსკონიკა? ხო. რას აკეთებ? მუშაობ ძირფასო, მე ხო იცი ონლაინზე ვარ გადასული. შეგიძლია ლეპტოპი მათხოვო 5 წუთით? რამე საქმე გააქვს? ხელფას ჩაგერიცხა? კი, ხელფასი ჩამერიცხა. ესე იგი სასტრაფო საქმე მაქვს. მიიწიე? აი, დაჯექი ოღონ მალექენი, ხო? 5 წუთი იყოს 5 წუთი, იმიტომ რომ დირექტორს უნდა გადაუგზავნო რაღაც საბუთები და მაგით. კი, ხოვე. ხო. რას აკეთებ ახლა რომ მაგისტვის მომასწრე რომ რაღაცები გამოიწერო, ხო? გამოვიწერო არა? გამოვიწეროთ. გონი ჩვენი შვილისთვის ვიწერ ხო რაღაც? კარგი, ხო, გამოვიწეროთ, ოღონ მალე მორჩი, ხო? იმიტომ რომ დირექტორისთვის რაღაცები საბუთები გადასაგზავნი მაქვს და მელოდება. უცებ ვიზავ. ხო. აუ, ნახე აბა, ეს ბოდი მოგწონს. კი, ძალიან კაია, კი. იმიტომ ხوار მეუბნები რომ სწრაფად ავდგე აქედან. არა, რა სისულელე, მართლა მომწონს და მაგიტო გეუბნები. კაი ხო. კარგი, მაშინ მოდი ამას ავიღებ 9 თვიდან 10 წლამდე ზომებს, ხო? ეს მაგდენ რა დგინდა? ანუ ვერ ხვდები? ვერა? ანუ რო გამოვიწერ, რა ვიცი მე რომელი ზომა ექნება კარგად. ყველა ზომას გამოვიწერ და რომელიც მოერგება. როგორც გინდა, კი ბატონო, კი. მორჩი, ანუ გამოიწერე, მორჩა? აუ, პოსკო. ხო. რა ვიფიქრე, იცი? რა? შენი ზომაც ხوار გამოვიწეროთ. ბოდე? ხო, რა იყო, აი მამაზე შულს ერთნაირები რო აცვიოთ ხოლმე. ხო, ჩაიცმევთ ბოდებს და ესე ივლით. ანუ მე უნდა ჩავიცვა ბოდე? აი, არ მინდა ბოდე, რა, ხო. ნუ გეშინია დედიკო. მამიკო ჩაიცვამს. ჩაიცვამს, ხო? ხო, მიდი გამოიწერე რა ვიცი. მოდი, ამასაც შევუკვეთავ. ხო. ამას. აი ამას, ესეც იყოს და ჯანდაბა ესეც იყოს. ბევრი ხო არ არის. რა ვიცი. მე რა ბევრი, მარტო ესენი შევუკვეთე ნახე რა. 3 ბოდეა, 2 საწოვა რა, 4 პიჟამო. ვაიმე დედიკო, ჯერ არ დამიმთავრებია. ნახე როგორი ნერვიულა. ხო, 4 ზედა, 7 ქუდით, 11 შარვალი, 3 ფეხსაცმელი. აი დამშვიდ და. აი. ამას ეძახი ბე? არა, მე რას ვეძახი, უბრალოდ იმდენი არის, რომ უკვე კალათა შემოგთავაზა გვერდმა, ნახე, აი თვითონ საიტმა. აუ, რას მთავაზობენ ნეტარ? აი რა უნდა ვიყიდო? ძალიან მწირი არჩევანი აქვთ რა. 275 გვერდზე ვარ და აი ფაქტობრივად არაფერი არ არის. ხო, არა, არაფერი დაგვრჩა ბავშვი შიშველი რა. მოდი მომეცი, ხო გეხვეწები და დირექტორს გადაუგზავნე იმ საბუთებს, რაც მაგ გადაგსაგზავნე. აუ, კაი რა. რა დგინდა ამდენი რამე, დამსვი რა, გეხვეწები რა. აუ, როგორ არ მინდო? აი რა დგინდა ეხა, აი ამდენი შარვალი რა დგინდა მითხარ. აი მე რა გაუგებარია ღმერთო, როგორ არ გვინდა შეხედე. ვთქვათ ბავშვი დაიბადა 2 და 500. ხო. გამოვუწერე აი ეს. ხო. თუ დაიბადა 2 და 800, აი ეს. და 3 და 100 თუ დაიბადა, აი ეს გამოვუწერე რა. და იქნებ 3 და 300 იბადება, ან 3 და 500. ხები? აუ მართალი ხარ. ეგ კი არ მიფიქრია. მაგასაც დავამატებ. ვის ხარ ჭკვიანიკო, ვის? აუ ნახე რა ჭკვიანები არიან. ვინ? ესენი საიტი ვისიც არის. აი შეხედე ამდენი რამე რო ვიყიდე, ისედაც ხო ნერვიულობდი, რომ მეთქი საწავიღო ამდენი რამე თქო და შეხედე რეკლამა საბავშვო ავეჯი. ესე იგი მე მინდა კარადა, თაროები და იყოს საწოლიც. ბავშვის საწოლი ხო გვაქვს? ბავშვის საწოლი გვაქვს. იცი რას გეტყვი? აი ჩემს შვილს ჩვილობიდანვე უნდა ქონდეს არჩევანის თავისუფლება რა. არ უნდა აწუხებდეს არასრულფასოვნების კომპლექსი, იცი? თუ არჩევანის საშუალება არ მივეცით თოთოობიდანვე, ის თავისუფლების ფასს ხო ვერ შეიგრძნობს. ხო. ხო და ზუსტად მაგიტო გჭირდება 2 საწოლი, თვითონ აირჩევს რომელში დაიძინოს, გაიგე? კი, გავიგე. შენ ხო არ გაღიზიანებ? არა, რატომ აღიზიანებ? არა, რა თქმა უნდა. აბა ესე მალე რატომ თანხმდები? შენ რა გონია ხარ რომ რამე სარგებლობ ხარ ორსულად ვარ ხო? არა, ძვირფასო რა შუაშია, არაფრით არ სარგებლობ, უბრალოდ მინდა რომ მალე მორჩე გამოწერას, გითხარი რომ დირექტორისთვის რაღაცები მაქვს გადასაგზავნე და ლეპტოპი მჭირდება რა. ბარათი ხო მიბმული გაქვს? ბარათი კი მიბმული მაქვს. კაი. მორჩა. შევუკვეთე. კი, აი.
SMS-იც მოვიდა, ჩამომეჭრა მთელი თვის ხელფასი, კი ბატონო. უსკო. ხო. რა ვიფიქრე იცი? ხო. აი ახლა ამდენი რამე ხო გამოვიწერე, კი. მაგრამ არ ვიცი რა ხარისხი ჩამოვა, როგორი ზომები და მოლში ხო არ წავიდე და იქ ხო არ ვუყიდო რაღაცეები. რა მოვში, და რაც გამოვიწერეთ იმას რა ვიყო. კაი, რა განერვიულებს ვაჩუქებ ვინმეს რა. აუ მიდი ჩაიც და გავა. აი, მოიცა სამუშაო. კაი. აი, გეხვეწები რა, სამუშაო მაქვს, რაღაცეები რა. ადექი. კაი, წავედით. იყოს ხეთქო.